მოგესალმებით. მე დღეს ვესაუბრეთ ჩემს მეგობარს გიორგი ლილუაშვილს, რომელიც არის პარტია საქართველოს თავმჯდომარე, რომელიც არის ძალიან კარგი ექიმი და ამასთან ძალიან კარგი ადვოკატი, იურისტიც. საუბრისას მოვიკითხე პატრიარქის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მთელი საქართველო გლოვობს დღის მდგომარეობით საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებას და აღმოჩნდა, რომ პატრიარქის მაშინ როცა გადასვენებული იყო საავადმყოფოში, არ ჩაუტარებიათ ექსპერტიზა. ჩვენ ამასთან მოусმინეთ საპატრიარქოს პირველი პირების განცხადებას, მათ შორის იმ სასულიერო პირების, რომლებიც ტრაპეზობდნენ იმ გარდაცვალების დღეს საქართველოს პატრიარქთან და ცალსახად იყო ნათქვამი, რომ პატრიარქი ერთ წუთში გარდაიცვალა, რომ გადასცდა საჭმელი ან რაღაც ასეთი და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კი სხვა ინფორმაცია გაჟღერდა. იქ იყო საუბარი, რომ ერთი საავადმყოფოდან მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მაინც რომ ვერ მოახერხეს გადარჩენა. მე ვისურვებდი კი არა, მე მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მივმართავ მთავარ პროკურორს და როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც წუხს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს ძალიან კარგად ახსოვს ისეთ სისხლის სამართლის საქმეები, როგორც არის ციანიდის საქმე და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ესეთი შეთანხმებიც დადიოდა, რომ პატრიარქი რამდენიმეჯერ მოუწამლავთ კიდეც რის გამოც ის მკურნალობდა გერმანიაში. გადასული იყო იქ და საკმაოდ დიდ ხანსაც მოუნდა მკურნალობას და ამ მდგომარეობიდან გამოსვლას სრულიად ლეგიტიმურად მოვითხოვო, რომ პატრიარქის ცხედარს უნდა ჩატარებოდა ჩემი მოთხოვნის გარეშეც ექსპერტიზა. ასეთივე მოთხოვნა გიორგი ლილუაშვილს და მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს საზოგადოება, როდესაც მოეგება გონზე პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ, კითხვები ძალიან ბევრი გაჩნდება, ლეგიტიმური კითხვები გაჩნდება, რაზეც პასუხი რეალურად არ არსებობს. თუ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნა, არის იმისი დიდი ალბათობა, რომ დაკრძალული პატრიარქის გვამის ექსჰუმაციაც კი გახდეს საჭირო. ამიტომ ყველაზე გონივრული იქნება ამ ეტაპზე, რომ მანამ სანამ დაკრძალავენ საქართველოს პატრიარქს, გადასვენებული იყოს მისი ცხედარი და ჩაუტარდეს ექსპერტიზა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით და არა მარტო სამხარაულის სასამართლო ექსპერტების შემადგენლობით. საზოგადოებას გვაქვს კითხვები, მით უმეტეს გახმაურებული საქმის, ციანიდის საქმის შემდეგ და ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პატრიარქი ცათა სასუფეველში წმინდანების გვერდზე განისვენებს, რაც შეეხება მის ცხედარს, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს პატრიარქი არ იყო წინააღმდეგი, რომ ექსპერტიზები ჩატარებოდა გარდაცვლილ ადამიანებს. და რა თქმა უნდა, როცა მისი გარდაცვალება ასეთ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ვრცელდება მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ ექსპერტიზის ჩატარება ყველაზე გონივრული გამოსავალი და ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება ამ ეტაპზე. ამჯერად მე დაგემშვიდობებით. სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მეუსამძიმრებ ამ მძიმე პერიოდს, თუმცა მიმაჩნია, რომ მოთხოვნა, რომელსაც ვაჟღერებ მე და რომელსაც მომავალში მე ვფიქრობ, რომ ბევრი ჟურნალისტი გააჟღერებს, იმიტომ რომ საქართველოს ახსოვს ჟვანიას გარდაცვალების ფაქტი, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირების წარმომადგენლები
სხვადასხვა განცხადებებს ავრცელებდნენ. ამ შემთხვევაშიც ასეა. ურთიერთგამობრიცხავი განცხადებებია პატრიარქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და ეს ბადებს კითხვებს. კითხვები არის უკვე ძალიან ლეგიტიმური და რაც მთავარია, ეხლა მყისიერი რეაგირებაა საჭირო. დაგიფშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი და გავრცელოთ ეს, რათა ბევრმა ნახოს ეს გადაცემა.